ახლა ჩვენს ეთერში სტუმრობის დროა ზუზუ 29 ნოემბერს თბილისის ქალაქ გამოსახულების კვლევის ცენტრი უბანი პრეზენტაციისთვის ემზადება გზამკვლევი კალა უნდა წარადგინოს ამ არაკომერციულმა ორგანიზაციამ. კალა უბანს განსაკუთრებული მხატვრული იერსახე აქვს. მისი არქიტექტურული ანსამბლი, ლანდშაფტის მრავალფეროვნება ყოველთვის იზიდავს, ნუსხავს და აჯადოვებს ადამიანებს. უფრო მეტს ამ პრეზენტაციის განსაკუთრებით ტურისტებს. კი, ტურისტებს და ზოგადად ლანდშაფტის დიზაინერებს, არქიტექტორებს, ბევრ პროფესიონალსაც, არა მხოლოდ ტურისტებს, არამედ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ყოველთვის და ყველგან შესწავლის საგანია კალა უბანი, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან უცნაურად ლამაზია იქაურობა. ნამდვილად. უფრო მეც ამ პრეზენტაციის შესახებ და ამ გზამკვლევის მნიშვნელობაზე ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. ნატა ტატუნაშვილი, არქიტექტორი, კურატორი, თბილისის ქალაქ გამოსახულების კვლევის ცენტრ უბნის თანადამფუძნებელი არის ჩვენი გადაცემის სტუმარი. დილამშვიდობისა, ქალბატონო ნატა. პირველ რიგში, საიდან გაჩნდა თბილისის უბნების გზამკვლევის სერიის შექმნა და იდეა. ხო, შექმნის იდეა და რას ემსახურება ეს ყველაფერი? როგორც აღნიშნეთ, ჩვენი ცენტრი უბანი არის ესეთი არაჩვეულებრივი გუნდი არქიტექტორების, ხელოვნებათა მცოდნების, კურატორების, გამნათლებლების და ჩვენი მთავარი ფოკუსია თბილისი. მისი არქიტექტურა, ნაშენი გარემო, ბუნებრივი მახასიათებლები და ჩვენი პროგრამა ძალიან მრავალფეროვანია და განსხვავებულ მიმართულებებს მოიცავს. კვლევით დაწყებით, რა თქმა უნდა, ასევე საჯარო პლატფორმა, ღონისძიებები, გამოფენები, საინტერესო ინტერაქტიული ციფრული პროექტები და სოციალურ ქსელებშიც ვართ აქტიურები. და ეს სამგანაცვლებლო და სამგამოცემლო პროგრამას მთავარი მიზანია გავხადოთ უფრო პოპულარული ქალაქზე ცოდნა და ზოგადად ქალაქის ღირებულება და ნაშენი გარემოს ღირებულებები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვცდილობთ, თუმცა ღრმად ვართ ჩაძირული ამ ქალაქის ისტორიაში, ჩვენ ძალიან გვინდა ვიყოთ თანამედროვე, რომ გამოვიყენოთ რაღაც თანამედროვე ტექნოლოგიები, ხერხები, საინტერესო ინტერაქტიულ პროექტებსაც ვაკეთებთ და ვცდილობთ მოვიზიდოთ ახალი თაობა და არა მხოლოდ ახალი თაობა, ზოგადად უფრო ფართო აუდიტორია, რომ შეისწავლოთ რელიეფი, მაგალითად არქიტექტურული ნიმუშები, ხო? რაღაცა თანამედროვე ფორმით თანამედროვე ფორმით ვასახოთ და გავაკეთოთ ეს საინტერესო, არამედ უფრო ვიწრო ამ სფეროს სპეციალისტებისთვის, როგორც ერთგვარი გზამკვლევი. დიდი აუდიტორიისთვის. რადგანაც აი პირველი გამოცემა დაუშვათ კალა უბანს, აი ქალაქის ერთ-ერთ ბირთვს დაეთმო. რა ტერიტორიას მოიცავს ეს, აი რა ტერიტორია არის ეს კალა უბანი და საერთოდ როგორ იქნება ეს ქალაქის იდენტობაში, რა მნიშვნელობა აქვს ამ უბანს? კი, კალა არის ეს რით იწყება თბილისის ისტორია. კალა უბანი ემიჯნება აბანოთ უბანს და ბარათაშვილის ქუჩამდე გადის. ხანო ეს არის საზღვრები, რასაც მოიცავს კალა უბანი. და უამრავი ძალიან უმნიშვნელოვანესი ძეგლია კალა უბანში. არქიტექტურული ძალიან რა თქმა უნდა, ეკლესიები, ტაძრები, როგორიც არის ანჩის ხატი, სიონი, ასევე სინაგოგა და მეჩეთიც, რაც თბილისის კულტურულ და რელიგიულ ხას უსმავს ჩვენს მრავალფეროვნებას მეტყველებს ამ ქალაქის, ასევე ძალიან საინტერესო, ახლა ხედავთ ეკრანზე, საჯარო და საზოგადოებრივი სივრცეები, ქარვასლები და უმრავლესობა, რა თქმა უნდა, საცხოვრებლების სახლები, მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისით თარიღდება.
და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ძეგლი, როგორც თქვი. იცით რა მაინტერესებს? აი როგორ არის აი თხრობა როგორ მიმდინარეობს დაუშვათ აი ამ გზამკვლევში რაზე არის აქცენტები ეს იქნება ტექნიკური თხრობის მანერა პროფესიონალებისთვის თუ უბრალოდ ჩვეულებრივი დაინტერესებული ადამიანის შეძლებს ამ გზამკვლევს რომ ესე გზა რო გაიკვლიოს ამ გზამკვლევით ასე რომ ვთქვა. კი, როგორც ადრე ვთქვით, ჩვენი მიდგომა ესეთია, რომ ყოველთვის იკვეთება ძალიან პოლარული სფეროები და ისტორია და თანამედროვეობა, რაღაც არქივო მასალები და ჩვენი შექმნილი ახალი გრაფიკა და რუკები. ეს არის განწყობითი გზამკვლევი, რაც ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივ კლასიკური ტურისტული გზამკვლევებისგან, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი კურატორული პროექტი, რომელიც მოიცავს ესეთ განსხვავებულ ხედვას, სადაც ასევე შედის გრაფიკული მასალა და მაღალი მხატვრული ხარისხის ფოტოდოკუმენტაცია და ჩვენი ტექსტები, რომლებიც არიან არქიტექტურული, სტრუქტურული, ტიპოლოგიებად და ელემენტებად გაყოფილი, ასევე ჩანართვები სხვადასხვა ისტორიული მწერლების, ისტორიკოსების და ხელოვნებათმცოდნების ნაშრომების ჩანართვები. მუშაობა არქივებში ამ მასალების მოსაძიებლად. რამდენენოვანია ეს გზამკვლევი? ეს გზამკვლევები არის ორ ენაზე, ორი ვერსია არსებობს, ქართული და ინგლისური. და მინდა ასევე დავამატო, ეს არის სერია, რომელიც დაწყებულია ამ პირველი გამოცემით და ამ პირველი გამოცემა განხორციელდა ლოკოპარკის დახმარებით. ეს არის ახალი საზოგადოებრივი მწვანე სივრცე, რომელიც სულ მალე დაემატება თბილისს და უკვე მხარს უჭერს ამგვარ კულტურულ ინიციატივებს. თქვენი დაკვირვებით, აი რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს კალაუბანი? რადგან ასე საფუძვლიანად იცით ახლა თქვენ უფრო მეტი გეცოდინებათ საერთოდ. კალაუბანი არის ერთდროულად მთავარი ტურისტული ცენტრი და ამავდროულად ცოცხალი უბანი, სადაც ცხოვრობს მოსახლეობა და მუდმივად იცვლება. რესტავრაციის და ძველი არქიტექტურული ნიმუშები გაქრეს ამის გამო რეაბილიტაციის გარდა ტარდება და აქვს ადგილი ახალ მშენებლობას, რომელიც ხშირად არღვევს უბნის მასშტაბს და უბნის გარემოს და რაც ძალიან მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა ჩვენი ქალაქის და იგივე ხალხური შემოქმედების ნაწილი ხო არ არის, როგორც იქმნებოდა წლების განმავლობაში და საუკუნეების განმავლობაში კალაუბანი, იქნებ თანამედროვეობაშიც ეს არქიტექტურაც მისი განუყოფელი ნაწილი გახდეს, ხო? კი, რა თქმა უნდა, და ჩვენც ხაზმოსმებთ მაგას, რომ ჩვენ ვაკვირდებით კალას როგორც ესეთ ცოცხალ ორგანიზმს და არქივს, სადაც იკვეთება ისტორიული, სოციალური მოვლენების და კლიმატის მიხედვით განვითარდება და ვითარდება. რას მოიცავს კვლევითი პროგრამა ქვები? ეს კვლევითი პროგრამა ეძღვნება თბილისის ლანდშაფტს. ჩვენ როცა დავიწყეთ ჩვენი მოღვაწეობა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი საუბარი თბილისის განაშენიანებაზე, არქიტექტურაზე, ურბანულ ქსოვილებზე იწყება ლანდშაფტით, იმიტომ რომ ეს არის ფუძემდებლური მახასიათებელი ქალაქის და თბილისის უნიკალური სახის შემქმნელი. რა თქმა უნდა, პირველად იყო ტერიტორია და შემდეგ უკვე უბანი, ქალაქი და რა თქმა უნდა, და ჩვენ ვიკვლევთ თბილისის ლანდშაფტს და ვცდილობთ გამოვიყენოთ ძალიან განსხვავებული მედიუმები, ტექნოლოგიები. მაგალითად, ჩვენი პირველი გამოცემა ქვაბული, თბილისის რუკა, შეიცავს ტექსტ თბილისის ლანდშაფტზე და წარადგენს ჩვენს შექმნილ ახალ რუკას თბილის, რომელიც ასახავს
განაშენიანების და ლანდშაფტის კვეთას. და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო პროექტი განხორციელეთ სექტემბერში ვენეციის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, სადაც 80 ადგილობრივი სტუდენტების მიერ იყო შექმნილი დეტალური თბილისის ლანდშაფტის თაბაშირის მოდელები, რომელიც თებერვალში გამოიფინება. ეს რამოდენიმე მასშტაბში არის გაკეთებული და შეიცავს როგორც ზოგადად თბილისის ტერიტორიას და რეგიონს, ასევე ქალაქის დეტალებს და ისტორიულ ადგილებს, სადაც დაიწყო თბილისის ისტორია. იცით რა მაინტერესებს? აი შემდეგი დაუშვათ აი ამ რომელ უბანზე მიმდინარეობს მუშაობა, ალბათ არ ჩერდებით თქვენ და წინ მიდიხართ და რომელ გზამკვლევს უნდა ველოდოთ, რომელი უბნის გზამკვლევს უნდა ველოდოთ შემდეგს? ჩვენ ვიკლებთ როგორც ქალაქის ისტორიულს, ასევე შედარებით თანამედროვე და ახალ უბნებს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ როცა დავიწყეთ და ვგეგმავდით ამ გზამკვლევების სერიას, შევთანხმდით, რომ ქრონოლოგიას არ მივყვებით და ძველი უბნის გამოცემას მოყვება შედარებით თანამედროვე უბანი. და ეხლა ვმუშაობთ თემქაზე. ეს არის ძალიან საინტერესო, არანაკლებად საინტერესო არის ჩვენთვის მე-20 საუკუნის განაშენიანება და თბილისის ზრდის პროცესში შექმნილი უბნები, იმიტომ რომ პირველ რიგში ყველა თბილისის გარეუბნები ცარიელ ადგილას არ აშენილა და იქ ისტორიული სიღრმეც არსებობს ენეოლითის ხანამდე. ასევე, რა თქმა უნდა, არის ძალიან ტიპიური საბჭოთა ტიპის პროექტი, რომელსაც გასაგებია, რომ ბევრი ნაკლი აქვს, მაგრამ ამავე დროს პოზიტიურიც აქვს, რაც ისახება მრავალი მწვანე სივრცეებით და დიდი პოტენციალით, რაც ჩვენ ცხოვრებისთვის დაგეგმარებული ტერიტორიების. კი. ძალიან საინტერესო იყო ამ ყველაფერზე საუბარი. იმედი მაქვს ჩვენი მაყურებლისთვისაც. მადლობა იმისთვის, რომ მოგზავნით. თქვენი ახალი პრეზენტაციებით გელოდებით ჩვენთან სტუდიაში და გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებებს. რადგან ნამდვილად ძალიან საინტერესო საქმეს ემსახურებით. მადლობა.